ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღვერკსა და ხემაღალხში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია. გრძელდება ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების ნგრევა. მოსახლეობა აცხადებს, რომ სახელმწიფო დახმარების გაცემის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღიათ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი გამოცემად ჩემ ხარაგაულს პასუხობს, რომ მერიაში შეგროვდა და შესაბამის უწყებებს გადაესცა 113 დაზარალებული ოჯახის მონაცემები და ახლა ფულად კომპენსაციას ელოდებიან. მეწყრით დაზარალებულები საკომპენსაციო თანხას რაოდენობით მიიღებენ, ამის შესახებ ვარლამ ჭიპაშვილს ინფორმაცია არ აქვს. არავითარ ინფორმაციას არ ვფლობთ და მოლოდინის რეჟიმში ვართ, ამბობს მეწყრით დაზარალებული მარადი გელაშვილი. ერთადერთი რაც ვიცით ისაა, რომ თითოეული დაზარალებულის მდგომარეობა ინდივიდუალურად არ შეუსწავლიათ. ამ შემთხვევაში საკომპენსაციო თანხა დიდი იქნებოდა და დოკუმენტებში უნდა ასახულიყო სახლების დანგრევის რეალური მიზეზი, რაც ჩვენი აზრით სარკინიგზო გვირაბის არასწორად მშენებლობამ განაპირობა. ველოდებით დოკუმენტს, რის საფუძველზეც კომპენსაციას მოგცემენ. ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ამაზე იქნება დამოკიდებული. ჭორებით რომ არ ვიმკითხაოთ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ. მეწყერი ისეთი ტემპით აღარ მოძრაობს, როგორც ზაფხულში, თუმცა სახლებზე ბზარები ახლახან შევნიშნეთ იმ ადგილებშიც, რომლებიც გეოლოგებს საშიშ ზონად არ მიუჩნევიათ, ამბობს მარადი გელაშვილი გამოცემასთან ჩემი ხარაგაული. ღვერკსა და ხემაღალხში 8 თვის წინ 68 ჰექტარზე განვითარებული მეწყერი ხარაგაულის მერიისგან დაქირავებულმა შეპესე გეოლოჯიქსის გეოლოგებმა ტოპ 3-ში შეიყვანეს და შეაფასეს როგორც ძალიან ღრმა, ძალიან მძლავრი და ექსტრემალურად დიდი.